8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა. მას 99 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა და თანამებრძოლებმა გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს. გმირთა მემორიალთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. Ისი 8 წელი ქვეყნისა და ერის წინაშე არის განუზომელი და ჩვენი ვალია რომ ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ ჩვენი გმირების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ მათი სახელი იყოს უკტავი და ახსოვდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას. გენო აღმოჩნდა ის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა მთელი ახალგაზრდობა აფხაზეთის. გენოს ისტორიული მნიშვნელობა, მე ამაში ვხედავ ამ მნიშვნელობას, რომ ის იყო გამაერთიანებელი, ერის გამაერთიანებელი პიროვნება. განსაცვიფრებელი ისაა ჩვენს საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ ომის პირობებში 2 თვის განმავლობაში შეიქმნა სოხუმის 23 ბრიგადა. მამაჩემი გენო ადამია სპეციალობით სამხედრო არ იყო, მაგრამ ომის ვითარებაში ისე სწორად და ისე კარგად შეარჩია შტაბის ხელმძღვანელი და ყველა ბატალიონის მეთაურები, რომ ახალი წლისთვის უკვე 92-დან 93 წლის დამდეგს უკვე ჯარი გამართული იყო და სოხუმის გარნიზონის მეთაურიც გახდა. გენო ადამიანამ 12 ბრძოლა მოიგო ომის პირობებში. ეს იყო უკომპრომისო და შეუვალი ადამიანი. მე ამაყივა რომ ყავდა ასეთი ძლიერი და კარგი ბაბუა, კეთილშობილი. მეც მიხარია რომ მე ვარ მაგისი მოსახელი და მოგვარე გენო ადამია. მოგვიანებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე გენო ადამიანის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გენო იყო ჩვენი ყველასი წინამძღოლი და მან შეკრიბა აფხაზეთის ბიჭები, მაგი გვამხნევდა და იყო ვაჟკაცი კაცი და მე მინდა რომ ჩვენ ახალგაზრდობა იცოდნენ ახალგაზრდებმა რომ ვინ იყო გენო ადამია, ხშირად იარონ, ისწავლონ გენო ადამიანს და ერები ჩვენ ბევრი არ აყოს, აგერ ბატონი გურამი, ბატონი ჟიური შარტავა, მამია ლასანია. გენოს როგორც ახლა არასოს ბატონო გენერალი ჩვენ არ გვითქვია, ყოველთვის გენოძიას ვეძახით რომ ჩვენზე უფროსი იყო და მასაც უხაროდა გენოძიათ რომ მიმართავდი. მან გამოგზარდა რა აფხაზეთის ახალგაზრდობა მაშინ ჩვენზე უფროსი იყო რა თქმა უნდა. სახელმწიფო გენერალი ნამდვილად გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე დაიღუპა. სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23 მექანიზებული ბრიგადის მეთაური. ბრიგადა, რომელიც 5000 მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა. თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა. თქვა ეროვნულმა გმირმა და თავისი სიტყვისთვის არ უღალატია.